და ყვირილის ხმა გავიგონეთ ქალის სამივე მაგრამ თან ორჯერ და ძალიან განწირული ხმა იყო აი ადამიანს რომ შვილა ჭირდება ეგ დროს რო ყვირის აი მართლა შეგვეშინდა ეგეთი რაღაც საჟიში ხომ ცხოვრებაში არ გამირი აი ხაც კიდე დაბურსკვლული ვარ ეს ერთი შეხედით ულამაზესი ციხესიმაგრე მალე ღამის კოშმრად გადაგვექცევა კონი კიდე ერთი კივილის ხმა გავიგონეთ ამჯერად ერთი იყო სალამი ალბათ უკვე ნახავდით ვიდეო რის ხები იქნება ჩვენი 24 საათიანი ჩელენჯი მალე დაიწყება ახლა შემოვიდით არმაზის ხეობაში ბევრი არ დაგვრჩა ციხესიმაგრემდე და აი ეს იქნება ჩვენი საწყისი დრო ხვალ ზუსტად ამ დროს აქედან გამოვალთ და დასრულდება ჩვენი ჩელენჯი ციხესიმაგრემდე მისასვლელად არმაზის ხეობა უნდა გაგვევლო რომელიც სავსეა მრავალი დაბრკოლებით როგორიცაა მდინარეები აღმართები და კლდოვანი ზედაპირი ამ დღისთვის 4 მთავარი მისია გვექნება ვიპოვოთ მთებში ჩამალული ციხესიმაგრე გავშალოთ კარავი დავზვიროთ ციხესიმაგრის გარშემო ტერიტორია, გავაკეთოთ საჭმელი ჩვენი ახალი ინვენტარით და რაც მთავარია, გადავრჩეთ 24 საათი. ყველაზე დიდი სირთულე რაც ამჟამად გზაზე გვხვდება ხოლმე არის ესეთი მდინარეები. ერთი უკვე გადმოვყვეთეთ და ახლა დასრულება ნაღდად არ გვაწყობს, რადგან მთელი 24 საათი გასატარებელი გვაქვს და ღამე ძალიან აცივდება. ხო, სანამ დაღამდება იქ კარვის გაშლა უნდა მოვასწროთ, მერე საჭმელის გასაკეთებელი გვექნება და დიდი სირთულეები გველოდება წინ ერთი სიტყვით. თან მაგ საკითხში საჭმელს რაც შეეხება და ესეთი სამზარეულო რაცა კუქინგი განვითარდი და მაგასაც ნელ-ნელა განახეთ. პროვალთ უკვე ჩვენს სახლში. მაღლა ასვლასთან ერთად ქრებოდა ადამიანის კვალი. მივიდოდით გადაკარგულ ადგილას, ცივილიზაციის განმაშორებით. დარწმუნებული ხარ სწორად მივიდივართ? კი. ეს დაგიგით კი. ინტერნეტი აღარ ჭერს უკვე აქ აღარაფერი ეგეთი. ხო, დარეკვითაც ვეღარ ვეკავთ. ხო. გამოჩნდა უკვე ციხესიმაგრე, აი იქ უნდა ავიდეთ ძალიან მაღლა წვერში რო არის მთის. სულ მალე კი ჩვენი ბედნიერება შიშით შეიცვლება, რადგან ამ ტყეში მტაცებელი ცხოველები ბინადრობენ. თუმცა ეს ჩვენი პრობლემების ნახევარსაც არ წარმოადგენდა, რადგან ამ ღამეს ბევრად უარესი გველოდა. აღმართები დაიწყო უკვე დიდი იქ ციხესიმაგრეზე კიდე ბევრად დიდი აღმართები გველოდება და ამ აღმართებთან ერთად მეგობრებო შეგახსენებთ, რომ არხი გამოიწეროთ. რადგან ერთ-ერთი რაღაცა რაც იმოძღოდროს ამ ყველაფრის გაკეთებაში. და იმასაც შეგახსენებთ, რომ 5-1000 გამომწაზე ვაპირებთ რაღაც გრანდიოზულის გაკეთებას. რაც ჯერ საქართველოში და ალბათ სოფლიოშიც არავის არ გაუკეთებია. ეს ყველაფერი საზაფხულოდ გაიგნებინა და თუმაქამდე 5-1000-ზე ავალთ ძალიან გაგვიხარდება. და თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, ამას გავამხეთ 1500 გამომწერზე. ასე რომ გამოიწერეთ არხი. მაღლა ასვლასთან ერთად იმედი ქონდა, რომ ტელეფონი დაიჭერდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდებოდა და თუ ასე გაგრძელდებოდა, უკვე ჩასვლა მოგვიწევდა. მოვედით ციხესიმაგრესთან 100 მეტრი დაგვრჩა როგორც ნიშნულზე ხედავთ. გზად უკვე თოვლით შეფრთან აქამდე გაფრთხილებულიც ვიყავით, მაგრამ იმედია ციხესიმაგრეს მზიანათებს და წესით უკვე გამღალი უნდა იყოს თოვლი, რომელთ უკვე ყველაფერი გამოჩნდება. ეხა ეს ერთი კედელი დაგვრჩა ასაძრამი, ქვიანი კლდოვანი კედელი არის და შემდეგ უკვე ციხესიმაგრესაც დავათვალიერებთ შიგნიდან. იქით გადასავარნებითაა და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. გვიდგამით ნახავართ დაახლოებით 800 მეტრზე, თბილისის ყველაზე მაღალი წერტილი, ბევრად მაღალია ამაზე. ის ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ, თუ ნანახი არ გაქვთ. ჯეჯირობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ მალე ყველაფერი გაუარესდება. მოვედით. აი ეს არის ციხესიმაგრეს ერთ-ერთი შესასვლელი. აი ხა შევართ შიგნით. ესეთი გარემოა. იმაზე ბევრად კარგია, ვიდრე ველოდებოდი. აი ესეთი ადგილი. ძალიან მაგარი და მყუდრო ადგილია, მაგრამ ეს ამაინტერესებს. აბა, არ კარავს როგორ გავშვით. აი იგი მეც მაინტერესებს. დაღმართი არის ჩვეულებრივი. მიდი. ცოტა დავათვალიერეთ ეხა ეს აქავრობა ბევრი დასათვალიერებელი არა. მაგრამ საბოლოოდ ნუ ყველაზე სწორი ადგილი კარვის გასაშლელად სადაც ნახეთ არის ეს ადგილი. ეხა ჩანთებს გამოწევს. ჩანთებს და ეგ არის და ნელ-ნელა შევდებით კარვიდაში. თან უკვე 4 საათი ხდება. და სადაც 2 საათში დავიღავ ცოტა მეტი შევდრავ და თან ერთი ცუდი ისაა ამ ყველაფერში რომ ძალიან ვერავს ქარი აქ ფანჯრები არის ერთგანულიდან მე აქ არის კარგად დაგათვალიერებები და აი ეს შემოდის ქარი და მაგრაცია შუა წერტილში მithumedes ხო ეხა ჯერჯობია კარავი გავშალოთ მერე ალბათ შევჭამთ იმიტომ რომ დღეს არ გვიჭამია და დაგათვალიერებინებთ ახარობას სწორედ აქედან დაიწყო პრობლემები ისეთი რაღაც მოხდა რომ ნაღდათ არ ვფიქრებდით ეხა საერთოდ ყველაფერი თავდაყირა დადგა კარავი კარავს ვერ შევით ერთი სიტყვით ეს რას ვიზამთ როგორ ვიზამთ უკვე აღარ ვიცით ეს ჩელენჯი თავი თვითნებურად ეხლა ძალიან ექსტრემალური და ეს ყველაფერი ჩვენ დაგეგმილი არ ქონია საქმე იმაშია რომ კარავი ორი მთავარი ნაწილისგან შედგება ტენტი და რკინის კორპუსი რომელმაც კარავი ფეხზე უნდა დააყენოს ჩვენ კი როგორც აღმოჩნდა მეორე ნაწილი გვაკლდა რამაც ცოტა ხნიან პანიკაში ჩაგვაგდო ისეთი სითბოც არ გვაქვს რომ ღამე გავუძლოთ და არ ვიცი რა ეხლა წუწუნავდით იმაზე რომ აქ ძალიან ქარი არის რამოდენიმე ფანჯრის გამო ქარი უღერავს და ეხა უკვე გცივა ვიყინებით რო დაღამდება საერთოდ სიგიჟე იქნება და თან კარავში გვეშინავდა რომ ეხა რა უნდა ვქნათო აი გავიყინებითო და ეხა კარვის გარეშე ვჩევით
არ ვიცი. ერთ სიტყვით იქნებ რაიმე მოვიფიქრო. თან ამავდროულად ძალიან ხშირია დილის მერე აღარაფერი გვიჭამია და ცუდ სიტუაცია, ცოტა კი არა ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. საბოლოოდ გადავწყვეტეთ კარვის გაშლა რკინების გარეშე გვესადა. ამიტომაც გარშემო არსებული ხეები და ლოდები გამოვიყენეთ. თოკები გავჭიმეთ, ძირს კი კარვის გამაკავებელი რკინებით ჩავარჯეთ. რამაც ღამით გაყინოს გადაგვარჩინა. ავაშენეთ საბოლოოდ აშენება ქვია მას აწყობა არა? ესეთი რაღაც კონსტრუქცია გამოვივიდა ძალიან უცნაური. ხო, ჯოხების გარეშე ხან ხეს მივამაგრეთ, ხან ლოდები დავალაგეთ. თოკებითაა ძირითადად დაჭერილი. ხო, ნუ თავიდან გვეგონა რომ სამი კაცი ვერ დავეტეოდით შიგნით, მაგრამ შიგნიდან გავიჭირვებ და დავეტევით ერთი სიტყვით რა. სულ არაფერს შევდა, ზუსტად მეც მაგით ვარ. ცუდ სიტუაციაში ვაპირებდით, რომ ეხა კიდე ბედნიერები ვარ. ცუდ სიტუაციაში მინდოდა რომ უბრალოდ ქვესაგები გაგვიგო და მაგას საძილეთობრივ დავწყვეტე. ზოგადად ძალიან შეგვწუდებოდა ეს რაც არის, რა არის ჩვენც არ ვიცით, ბევრად მეტი მაინც კომფორტული იქნება საბოლოო ჯამში. ახლა უკვე დადგა დრო დავათვალოთ ჩვენი ციხესიმაგრის გარშემო ტერიტორიები, რა როგორ ხდება და როგორი ლამაზია თან მაგას გაშენებთ ყოველთვის. ქვემოთ არის ახლა უცნაური კონსტრუქცია, ლოდები არის რაღაცნაირად ერთმანეთზე დაწყობილი. ან შეიძლება ბუნებრივად არის ეგრე და ეხა ჩავალთ მაგას ნახავთ. ესეც ბუნებრივად იქნება. ცოტა რთული ჩასვლილი არის, მაგრამ ჩავგავხდებით როგორ მინდა ჩავალთ. და იქით არის ძალიან უცნაური გამოქვაბული. იმედია რაიმე ცხოველი არ იქნება. ხო, აქაურობის ცხოველების შეხება არ ვიცით რა როგორ არც მოგვიძიებია, მაგრამ წესიდარეგით საერთში არაფერი არ უნდა იყოს. გარშემო ბევრი ჩასავარდნია და ერთი შეცდომაც კი შეიძლება ფატალურად დასრულდეს. სწორედ ეს გახდათ ამ ადგილის ხიბი, რადგან საუკუნეების წინ ეს უბრალოდ საშიში ზონა კი არა, აუღებელი ციხესიმაგრე იყო. ხო, არა ეს ადამიანის გაკეთებული არ არის ნამდვილად. როგორ ასასინები დამოხვდი. აუ, რა მხილა გადასავარდნია. ხო? ხილად. ცივა. ერთი თვით ეხლა ძალიან მაგალითად ერთ-ერთი რაც შევეძლო დავეთვალიერებინა ეს იყო ჩვენი ციხესიმაგრის პირდაპირ. დანარჩენ მხარეებში გვერდები არის ჩასავარდნები და აქაურობას ვნახეთ და საკმაოდ ლამაზი აღმოჩნდა. უბრალოდ ძალიან ქარია, აი ძალიან. სამო ეხლა წავედით, დავუბრუნდეთ ჩვენს სახლში. სახში. ნელ-ნელა ბრნელდებოდა, ამიტომ გადაწყვეტეთ კარვისაკენ წავსულიყავით. ეხლა შევალთ ჩვენს კონსტრუქციაში, შიგნიდან განახებთ როგორ გამოიყურება. კონსტრუქციაში, ხო? კონსტრუქცია, მართლა კონსტრუქცია, შეხედეთ. რაღაც ძაფებით არის დაჭერილი. აი ესე გამოიყურება ჩვენი კარავი შიგნიდან. აქეთ ჩანთები გულაგია, მე ალბათ ცილისას თავს დავდებთ. ასე თუ ისე ერთ სიტყვით სივრცე არის რა. ანუ იმის ყალობაზე რისიკეთებების მოგვიწია. და სამი კაცი რომ უნდა დავიტიოთ და სივრცესთან ერთად თან სითოა ყველაზე მთავარი რაც არის, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გავიყენებოდით გარეთ და აქ არ გავიჭირდება. ახლა უკვე დავიწყებ ჩანთების ამოლაგებას და ამ სტრიპზე სანამ წამოვიდეთ მანამდე ვიყიდეთ სალაშქრო გაზი, აქამდე არ ქონია ხოლმე, დიახ დავჭირდებოდა. და მაგასაც რომ ამოვიღებთ ნელ-ნელა საჭმლის კეთებაზე დავიწყებთ, მაგ ყველაფერს განახებთ, ეგ ჩვენთვის სიახლე იქნება ხოლაშორის. აი ესაა ჩვენი გაზი. ამ ვიდეოსთვის ვიყიდეთ. ესაა თვითონ გაზი უშუალოდ. ამას მივაერთებთ, მე ჩავთავთ და ძირითადად წყლის მოდუღება დაგჭირდება ხოლმე, მე ლაფშას ან რაღაცას დავასხავთ. ძირითადად ხო იგით მარტივი რაღაცეები აქ ხო, ჩაისას მოვიდუღებთ. ავასაც რამაც დაგჭირდება ერთი სიტყვით. ესეთ ცუდ ამინდებში სისივე სადაცაა, თბილი საჭმელის ჭამა ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ვიგაქ ნაგვის პარკი თან. ნაგავს რა თქმა უნდა ჯირს არ ყვრით, განსაკუთრებით ადგილებში ძალიან უნდა მოვფხდათ ბუნებას. ისედაც ზოგადად ნაგავი არსად არ უნდა დავყაროთ და მით უმეტეს ბუნებაში. ეხლა ამის მიერთება მეც აღარ მახსოვს და ხო ჯერ დამწევები ვართ. ზარეულობა და მოგზაურობა. აქედან რეგულირდება გასრავლეს უშოს და ცუდი სუნი აქვს ძალიან. ეხლა ამასთან ხშირად უნდა ვიყოთ. ძალიან ისე ამოდის გაზი და ბალანსის გარეშე. და შეიძლება უცებ ამობეთქოს და სიფრთხილე ნახოს. ანჯე. აი, იმაზე ქონდა დაახლოებით საუბარი. აი, ეს ხო იცი უნდა დაკეტო. ოპა. რაღაცა ხარვეზიანი გაზია ამგონი. ეგ არის. გონი რაღაც გამო. ესენი ხო არ შევკეტოთ, მაგას გეუბნები, ჭიქარო დაედგას. არის ძმება ისე? ეხლა ხო ნახეთ ეგრე. აი, მოხსენი მაშინ. როგორ გაცხელდა ხელი დამეწერინა. ჩვენს პირველად ვიყენებთ ეხლა ამ გას და გამოუცდელები ვართ. პრაქტიკულად ვიდეოში ოპენინგთან ერთად თან გამოყენებას გვაქვს პირველი. ნელა,
ფრთხილად ოღონდ არ გადმოგიყიავდეს თავი. აი ხა მაგას რო წყალი დაესხას, აღარ საინტერესო მე. ერთი სიტყვით იდეაში ქარით ჩადგა და ყველაფერი წესი და რიგით ნორმალურად არის. დაბნელდა კიდევაც. გარეთ ცივა, მაგრამ კარავში ასი თუ ისე სითბორი წესი და რიგით არ გაგვიჭირდება. იმედია ყოველ შემთხვევაში. თბილი საჭმელით ეხლა და კარავით, ნუ ამას თუ კარავი ქვია, კონსტრუქცია უფრო არის. გადავჩებით რა, დღესაც. რამდენი ხანი შეადუღდება ეხლა ეს? არ ვიცი, საინტერესო კითხვა. ეხლა გავიაზრე, რომ ეს რო დუღდება ყუნწით ძალიან უცხელდება. პირდაპირ გადაერთებულია და რაღაცა კარდონით ავწევ. ხელი ვარ დავწევ. კიბერჯერ თქვით უკვე, მაგრამ ცხელი საჭმელი ძალიან კაია სისივეში, მაგრამ ერთი ცუდი ისაა, რომ ძალიან მალე ცივდება ყველაფერი. ნუ ერთმანეთს ვერ უსვით, რომ შევჭამოთ. ეხლა ჯერ ერთი ავადუღებ შევჭამოთ, მერე მეორე და ეგრე მოგვიწევს გაკეთება. თორე ძალიან სიცივეა. ხო, ეს რაღაცას სამწუხაროდ ნელა ადუღებს. სიბნელესთან ერთად იმატა ხმებმაც. ისმოდა ყმუილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ სადღაც ახლოს მგლები ან ტურები იყვნენ. ამ ყველაფრისთვის კი არ მომზადებულ ვართ, ამიტომ გადავწყვიტეთ გავსულიყავით და დაგვეზუსტებინა. დიახ, ცხეთის გარშემო ტყეებში ზამთარში შეიძლება შეხვდეს მგელი, თუმცა ეს ძალიან იშვიათია ადამიანებისთვის. ნაცრისფერი მგელი საქართველოში ბუნებრივად ცხოვრობს, ყველაზე ხშირად გვხვდებიან მასთან და ტყე-რეგიონებში, მათ შორის ცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზეც. ყოფილან ეს ის ოტემპლები. ახლა რამდენჯერმე გავიგეთ ყმუილის ხმა და არ გვიგონა აქ თუ ცხოველები იქნებოდა, სავარაუდოდ ეს მგელი იქნება ან ტურა. და კიდევ ერთი დიდი თავსოთეხი დავაწყდა თავს. ხო და ეხლა დავფიქრდით ცოტა და გადავწყვიტეთ ცეცხლის დაგვენთო. და კვამლისუნზე დიდი ალბათობით აღარაფერი აღარ მოვა. ქალაქიდან შორს ვართ რა. არმაზის ხეობაში ვართ, ეს არის თუ არმაზის ციხესიმაგრე. სრული სიბნელი არის და ყმული გოსმის ცხოველების და თან ეხა საჭმელს რო წვავთ, ანუ ხარშავთ, მგლებს ვეროთ კარგი მყნოსველობა აქვს და დიდი ალბათობით შეიძლება ტურებიც იყვნენ, იმედი ეგრეც არის და თუ მგლები არიან კიდე ჯობია რომ წინასწარ კარგად მოიმზადოთ. და ეხა უკვე მაგ საქმეს მივუყევთ ხელს და გავაგრძელებთ სანამ ძილის დრო მოვა. პატარა ცეცხლი დამოთეთ ისეთი რომ კომლიცონი დამდგარიყო, წესი და რიგის ცხოველები განსაკუთრებით თუ მგლებს იყო კაცენტი მოგვერიდებიან და აღარ მოვლენ, ნელა კარვისკენაც წავალთ შევალთ რა გარავში. ხო, ანთებული აღარ დავტოვეთ ეხლა საჭმელის ჭამეთ ყველაფერი. შევალთ ეხლა, ცოტას ვილაპარაკებთ, განვიხილავთ როგორი იყო. ჯოხებიც გვაქვს ცხოველებისთვის, ნუ რამდენიმე ჯოხი გვაქვს ისეთი რომ მოვიგერიოთ. და ამ ყველაფერთან ერთად გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ და ლაიქოთ ვიდეო, რომ მეტი და მეტი ესეთი ვიდეო შემოგთავაზოთ. აწე უფრო სიგიჟეები მოდის. ხო, ამაზე სირთულეები. საფხული თბება. კომენტარების დაწერენ ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ყველას ვკითხოთ ხოლმე სათი თავით ისეთი კომენტარი არაა, რომ ჯერ აქამდე არ წერდით. და ლაიქებიც კითხვა გიორგი, მაგრამ ნახებდა შედევით ლაიქები პროპორციულად ძალიან ცოტაა და თუ მოგწონთ დალაიქეთ ვიდეო რა თქმა უნდა, თუ არ მოგწონთ მაგას არავინ არ გაძლებთ. გამოვიდით გარეთ კიდევ ერთხელ. ჩაი დავადგით ეხლა, შეგვსვი და ცოტა შიგნით. ხო და ეხლა გავალთ კიდევ ერთხელ მიმოვიხედავთ რა ხდება გარშემო და შემოვალთ ცოტა ხანში. 11-20 წუთია. თან ჩვენებსაც დაურეკავთ იქ ერთი ადგილი სადაც იჭერს რა სხვაგან ახლა აქ შიგნით რო ვარ შემოსულები აიჭერს და გავაფრთხილებთ რომ დაძინებას ვაპირებთ ყველაფერი გზია და შემდეგ უკვე ნელა კარვისკენ დავიძებით. ახლა ერთადერთი ისეთ ადგილას ვართ გამოსულები სადაც ინტერნეტს იჭერს და YouTube სტუდიოში ვცდილობთ რომ შევიდეთ რომ ვნახოთ ჩვენი წინა ვიდეოს რამდენი ნახვა აქ. რამდენი გონია? სულ ბოლოს რომ ვნახეთ 560 ნახვა ქონდა და აი შევედით. 733 ნახვა აქ ახლა. ნორმალურია. 200 მოიმატა. ჩვენი ხა ხო ძალიან მერმა გაიმარჯვა. 700 ქონდა. მე 750 მქონდა. ეს სავარაუდოდ მეტი შენები გქონდა. 700 შენ. 750 მე 800. აჰა, გასაგებია, კაი, მე მithko 700. ხოდა აი ესე ძალიან გვიხარი ხო მე ესეთ ადგილებშიც კი ამაზე ვფიქრობთ გარშემო რომ გლებითო გარშემო რწმული და ხოდა ძალიან გაგვიხარდება თუ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ რომ გამოიჭერთ. ყურებითაც უკვე ხო ბედნიერდები და ეგ საერთოდ ბონუსია. აი აქ კი ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. ეხლა მოკლედ ჩვენებს ველაპარაკებოდით, მე ველაპარაკებოდი დედაჩემს. და ყვირილის ხმა გავიგონით ქალის სამივე მაგრამ თან ორჯერ და ძალიან განწირული ხმა იყო აი რომ ადამიანს რო შვილა ჭირდება ეგ დროს რო ყვირის აი მართლა შეგვეშინდა ეგეთი რაღაც საჭიში ხმა ცხოვრებაში არ გამიერი აი ხარს კიდე დაბურსგლული ვარ სადღაც უნიან მოდიოდა 1 კილომეტრის მოშორებით მაგრამ ამას საიზღარი რაღაცა არ ვიცი ამოიცხული დღეს შეიძლება გავათენოთ აი გელზე და რაღაც ცხოველზე მე ხა იმ ხმა შეგვეშინდა თან აი ეგეთი ხმა მართლა ფილმებში საშინაო ფილმების სტილის ხმა იყო ზუსტად ანუ უარესი. თან ლაპარაკობდით დედაჩემს გაუთიშე და ზუსტად მაშინ აი ხმა გავიგონეთ. ორჯერ ყვირილი იყო, პირველი მოკლე, მეორე გრძელი. აღმავალი და ჩაღმავალი, მგელიან, ძაღლიან რაღაცა ეგეთ ხმას ვერ გამოვუშვებ. თუ რაიმე ეხა აქ მოგვიახლოვდება, თუნდაც ადამიანი შევიცებით რომ თავი ძალიან შორს დავიჭიროთ. ხო, არ ჩვენ არ ვიცით რა ძალიან არეულები ვართ. აქ ეხა ღამის რომელი საათია? ხანდა 11 ხდება ჯერ. ღამის 11 საათზე ეხა ტყეში მარტო
ვინმე გიჟი თუ არ არის არ უნდა იყოს ამ სიღრმეწყეში. და მით უმეტეს არ უნდა ყვირავდეს განწირულად. თუ რაიმე არ უჭირს აქეთ, მაგრამ ანუ ისეთი მურჩა რა შეწყდა ორჯერ დაიყვირა და ვსიო. და რაც უნდა მომხდარიყო ყველანაირ სიტუაციაში საშიშია იყო. ვიქით ის როგორ რაღაცა შენობები არ დგას, სახლები არ არის, უბრალოდ მთა არის. თოვლიანი მთა არის დიდი ჩვეულებრივი. ტყე არის ყველგან საერთოდ, მთები, კლდეები, ტყეები. ხას არ უცხოვრობდეს, კიდე გასაგები იქნებოდა. ცხეთა არის აი იქით. ხმა მოდიოდა საპირისპირო მხრიდან, აი იქიდან. ეხა საერთოდ ალბათ კამერაში არა, ეხა გავიაზრეთ, ფანარი არ ჩავდეთ მაგის გამო. ხო, სიბნელი არის შეიძლება სრული, მაგრამ ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ გვინდა. ისედაც ეხა თან ცეცხლი რო ქონდათ, დანთებული და რაღაცა, არ გვესიამოვნა უკვე. ხო, არ ვიცი, საწიფრხილად ვიქნები ძალიან და თუ არ დავიძინეთ ხშირად ჩაგერთვებით რა. სუსტად ისეთი ღამე გველოდება, მგონი მეორე ვიდეოში რა გქონდა. მაგრამ ეს ბევრად უარესია. თანაცივ და ეხა ყველაზე კარგი რაც გქონდა არის კარავში უსაფრთხოთ, ჩვენ გვეგონა რომ უსაფრთხოთ და თბილად ვიყავით. ეხა ალბათ ვერც ერთი ვიქნებით და ვერც მეორე. ყინავს და ძალიან ავფანრებს მოგონათებთ რა. მაინც არ გვინდა. ეხა მოკლედ ჩიგნით შემოვიდით. ნუ იმაში ჩვენ ციხესიმაგრეში შემოვიდით. ცოტა ხანი გარეთ ვიყავით, ჩუმად ვიჭიქით უბრალოდ და ვისმენდით გარშემო რამე კიდე ხო არის მოდა და ტურის ყუმილის გარდა ხო მეტი კი ახალი არაფერი არის მოდა. და მე გაგვახსენდა რომ სადღაც 9:30 საათის წინ ეს გაზი დავყავეთ ჩართული ჩაის მოსადობებლად და ვიფიქრეთ სანამ შემოვალთ ადუღებული დაგვხდებოდა და სანამ ეს კვირილი მოხდებოდა ეგრე ვფიქრობდით და ახლა უკვე ყველაფერი გადაგვავიწყდა იმ კვირილის გამო. ნუ არა უშავს ის გაძლევთ. ეგ პრობლემა და არაფერი. მთავარია რომ ყველაფერი კარგად ჩაიაროს თემაღანი, იმიტომ რომ საშიშია ეს ყველაფერი ახლა რაც ხდება. ხო და ეხლა გადავწყვეტეთ ყოველ შემთხვევისთვის. იმედია ეგეთი არაფერი მოხდება, მაგრამ შემოსასვლელებთან, ფანჯრებთან და არ გახდება ნუ. შემოსასვლელებთან, ფანჯრებთან და კარებთანაც ბიჭებს ან რაღაცა ეგეთ ხმაურიან ბოთლებს დაუყრით, რომ თუ ვინმე შემოვიდა, ამა გავიგონოთ. ნუ ეგეთი რაღაცის ხმას მაინც გავიგონებთ, მაგრამ სიფრთხილეს თავი ასდიო. ეხლა მომდენ ალბათ ჩაის გავიგეთებთ და ესე ვიჩდებით და ვეცდებით რომ გავიყვანოთ თან ჩაგერთვებით ხოლმე. ბოხი, აი ხრიალის, განწირული ხრიალის, კივილის კი არისო, ხრიალი იყო. ხო, ზუსტად. თან ქალის ხმას გავდა. მართალია. არ ვიცი ჩაის მიყვედოთ ჩვენ და თან გარშემო ყურადღებით აქეთ-იქით გავიხედოთ. კი ბატონო. ახლა დაახლოებით არის ღამის პირველი საათი, ცოტა ხანით და გახდება და გარეთ ვაგროვებდით ფიჩხებს. აი ესეთი რაღაცები შევაგროვეთ. თავიდან ვფიქრობდით რომ ცეცხლი დაგვინთო, მაგრამ საბოლოოდ დასკვნად მივედით რომ ჯობია უსაფრთხოების მიზნით ესეთი ამოსაცვლეები ჩვენ ახლა დაცული ვართ ასე თუ ისე. აი მაგალითად შემოსავლელი კარი რო არის ან ფანჯარა ეგეთი ადგილები ამოვქოლოთ ხეებით. და ხეებით რომ მოვქოლოთ ბოლო-ბოლო ვინმესთან რაიმე თუ შემოსვლა მომდება, ხმას გავიგებთ რა. ამოხოლო არა, უფრო აი ძირს დავდებთ და ვინმე თუ ნახს დააბიჯებს, უბრალოდ გავიგონოთ ხო, პრაქტიკული ფანჯრებს ამოვქოლოთ და შემოსასვლელის სტილში მაგას გავიგებთ. იქ რომ თავი შემოსვლელი რაც არის. ნუ დილით ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დავშლით, მაგრამ ეხა აქ უსაფრთხოების მიზნით კი, ყველაფერს სადრო ვიყოთ რა. ეგეთ რაღაცას გავაკეთებთ. ეს დაგეგით გაამართლებს, იმიტომ რომ რაღაც ხმას როგორც გავაკეთებთ, მზად ვიქნებით ეხა ისე მოდუნებას არ ვაპირებთ რა. დავიწყებთ ეხა ამას და იმედია მალევე მოვჩებით. ორ ფანჯარას ამოყოლოთ სულ. ხო. დარეჯობით დაღლილებმა გადავწყვიტეთ კარები და ფანჯრები ხმელი ფიჩხებით ჩაგვეხება და კარავში დასასვენებლად შევსულიყავით. კარავში ვიყავით შემოსულები. ცოტა ხანი დაწყნარდა სიტუაცია ყველაფერი. ჩავხერქეთ. და რო კალათდებოდით უკვე გონი კიდე ერთი კივილის ხმა გავიგონეთ. ამჯერად ერთი იყო. მე და ნიკამ გავიგონეთ ისევ. და ცოტათი მოშვებულები ვიყავით სულ გადაგვავიწყდა და ეხა გაგვახსენდა იგივეში. ეხა მე არ გამიგია. თუ არის მეტის კითხოდი. იქიდან იყო ზუსტად. როგორი? აქედან იყო ყოფილის ხმა. ხო, განწირული ყოფილის ხმა. იმენა გაიგონე. რა მოუტყვები ეს რა მომენტში? ხო, გავიგონე. ოღონდ იმაზე წვრილი. მისრეცინას. ხო. ერთი სიტყვით მოკალათებას ვაპირებდით ეხა და ზუსტად იგივე შიში დამებრუნდა. კარავში შემოვედით ვარა. ეხა კარავის კარიც თვითონ ღია გვაქვს ყველანაირ მზადყოფნაში ვართ. რო გავიდეთ თუ რამეა. ახლა არის დაახლოებით ღამის 3 საათი. ცოტა ხანი შემოვიდით კარავში და თუ რაღაცა საინტერესო მოხდება დილამდე ჩაგერთვებით. თუ არა და შევეცდებით რომ ვიფხიზლოთ და გადავათინოთ ეს ღამი თუ არა და თუ ჩაგვეძინა, იმედია ყველაფერი მშვიდობით ჩაივლის.
ვიანიო. ცოტა ხნის წინ შემოვედით კარავში დაახლოებით 3:30-ისკენ. და რაღაცა უცნაური ხმები გავიგეთ. უცნაური რა ხმები გავიგონეთ უბრალოდ. ტოტების მტვერის გარეთ ამ ქვის სვენის ან რაღაცის და უბრალოდ გადაწყვეტეთ ხავს ვიყავით ყოველ შემთხვევისთვის. და ეხლა რო ჩაწყნარდა ყველაფერი შემოვედით ისევ რა. თუ რამე კიდე გავაცვლოთ ყოფნაში ვართ. კარავის კარები ღია გვაქვს დატოვებული, ის პიჩხები დავტოვეთ და საძილე კამრების ბოლომდე შეკრული არ გვაქვს. ეხა არის დილის 10 საათი უკვე, შვიდად ჩაიარა ყველაფერმა. ბოლო კადრიდან კიდე ბევრი უცნაური ხმა გავიგეთ. რა კარვიდან აღარ გავსულვათ. წნარდებოდა ხოლმე ზედად ყველაფერი. ეხა ნელ-ნელა ავდგებით, რაღაცებს დავშლით და როცა დრო იქნება, აქედან გავალთ უკვე. ჩანთები ავალაგეთ ეხა. ჩალაგებული გვაქვს უკვე ყველაფერი. და დავიწყებთ კარვის, რაც არის ამის დაშლას. და წავალთ აქედან რა. თავარი ერთად სიცოცხლე შევინარჩუნოთ. ნაგვის მარგის გვაქვს, ყველაფერი რაც კი ნაგვის სახით ქონდა, აქ შევაგროვეთ. ამას ახლა დავშლით და ნელ-ნელა ჩავალთ დაბლა რა. სადღაც პირველი საათი სრულდება ახლა და შევსრულოთ დროც გვინდა, სადღაც საათნახევარში უნდა ჩავიდეთ. ეგრე დავიწყოთ ჩელენჯი დაახლოებით მაგ დროში. ციხესიმაგრის შიდა მხარე უკვე დავალაგეთ. ახლა უკვე გაერთვით გამოსვლები, სადაც 1 საათი ვიждდებით, დროს გავიყვანთ, თან ამინდის კარგი არის და შემდეგ უკვე დაბლა დავეშვებით ჩვენი დასაწყისისკენ, სადაც ჩელენჯი დავიწყეთ. თან ძალიან კაი ხედი არის და ეხა ვიждდებით ესე უბრალოდ და დროს გავიყვანთ. იმიტომ რომ საკეთებელი აღარაფერი დაგჭირ. ეხა აქ ჩავალთ და გზა გვახსოვს ხო ხანდარ? დაახლოებით კი იმედია რაიმე არ დავიკარგეთ ეგეთი არა. ხო. ახლა გადმოვიარეთ მეორე მდინარე. ცუდი გამოსაცვლელი იყო სხვადასხვაშორის. ერთი მდინარის დაგჭირ, სულ 3 გვიწევს და ეგ არის. მივალთ ჩვენს საწყის ბილიკთან და ეს დარიგით ვიდეოს მშვიდობიანად დავაცვლებთ. მოვედით ზუსტად იმ ადგილას ვართ, საიდანაც ვიდეო დავიწყეთ. 1 წუთით გადაცდა, 24 საათი და 1 წუთი ვიყავით აქ და ბევრი რაღაც გამოვიარეს. საბოლოო ჯამში ჩელენჯმა მშვენივრად ჩაიარა, დაგახები შეგართ. კი მქონდა რაღაც ცირთულები ღამის განმავლობაში, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გადავრჩით, ზუსტად აქ ვართ, საიდანაც ვიდეო დავიწყეთ და ეხლა ნელა სახლიდან წავალთ თბილისში. ხო, ჩემთვის პირადად ყველა შემაწუხებელი იყო, თან რამაც ღამე დაძინების საშუალება მომსა, შაქარას ვფრინო. ხოდანარჩენი იდეალური ადგილი იყო, მე ესე ვფიქრობ. არა, იდეალურის რა გითხრა, ხმები ის მოდა. ჩემ ხრინვაზე შემაწუხებელი ხა ხმები იყო, მაგრამ ხო, ნუ მე მაინც გონია რომ ხო, ყველაფერი იგზია, ფაქტი აქ არ ვიქნებით რა. სიფრთხილე მაინც საჭირო ეს ადგილას რომ მიდიხართ, ჯობია რომ რაღაცები გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ მე რაიმე ცუდი არ მოხდეს. ერთადერთი ეხა არის სიტყვა შეგვიძლია არის რომ გამოიწეროთ და ლაიქოთ საბოლოოდ. რომ მეტი ესეთი კონტენტი და უკეთესი გადავიღოთ. უკეთესები მოდის წინ და განსაკუთრებით 5000-ზე არ დაგავიწყოთ. აბა კარგად.